რახან მივხვდით რომ ეკონომიკაც დაიწყო ნელა, მაგრამ ზრდა და რაც თავია ფულად მასას უმართავდით, მე ჩავთვალე რომ ჩვენ მზად ვიყავით იმისათვის რომ ფული გამოგვეშვა. ანუ ჩვენ უკვე მზად ვიყავით იმისათვის რომ ქართული ლარი შემოგვეღო და უნდა შემოგვეღო. იმიტომ რომ როგორც უნდა კარგად გვემართა, კუპონი ვერ გახდებოდა მოსახლეობისთვის აბსოლუტურად სანდო ფული. იმიტომ რომ ეს ტკივილი სულ რჩება. ლარის დედა არის საქართველოს ეკონომიკა. ლარის მამა არის საერთაშორისო მონეტარული სისტემა. ფულის რეფორმა წარმატებით ჩატარდა და შემიძლია გითხრათ, რომ ამის სადარი რეფორმა დამოუკიდებელ საქართველოში ასეთი რთული და ასეთი წარმატებული და ასეთი მასშტაბური და ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, უბრალოდ სხვა მსგავსი არ ჩატარებული. მართლაც უნიკალური რეფორმა საქართველოში მე შემთხვევით აღიქვამს უნიკალური, ეს მართლაც უნიკალური იყო თავისი ფორმით და შინაარსით. არ იყო მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, ეს იყო პირველ რიგში ქართული სახელმწიფოების ჩამოყალიბებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც საზოგადოებამ ხალხმა ირწმუნა, რომ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია სერიოზული საქმეების კეთება, რომ ჩვენ შეგვიძლია ფულის რეფორმისგან გატარება, რომ ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებელი გულასაკრედიტო პოლიტიკის მართვა და ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულიყო ეს ცნობიერება. ეს იყო ოპერაცია, რომელიც ჩატარდა სკრუპულოზურად, პროფესიონალურად, სადაც ჩვენმა სპეცსამსახურებმა ივაშკაცეს ძალიან კარგად გამოავლინეს დავითი შესაძლებლობები. მაშინ ჯერ კიდევ ავტომატიანი ხალხი დარბოდა უკვე შიგადაში, მაგრამ მაინც ერთი ექსცესიც არ მომხდარა ამ ხელა ფულის გამოცვლის პროცესში. წელს თქვით რომ დამოუკიდებელი ვართ, სპონტანურად გაჩნდა იდეა რომ ჩვენი ფული უნდა გქონდეს. ამ სპონტანურ იდეას ამაგრებს ისიც რომ შემოვიდა უცხოური ფირმები, აი დიზაინზე მუშაობაც დავიწყეთ ამ ფულზე. და ესე დროს მოხდა რაც მოხდა, გადატრიალე. მაგრამ არ დაგავიწყოთ რომ ეს დიდი სისტემა, ფულადი სისტემა, რომელიც შექმნა საბჭოთა კავშირმა დროთა განმავლობაში, ეს არსებობს და ხალხი ამასთან ისეა შეგუებული, როგორც თევზი წყალში და ვერც წარმოუდგენიათ სხვანაირად. თავად ეროვნული ვალუტის შემოყობაზე დისკუსიები დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე. ეს კიდევ ვერ გამსახურდია თავობის თქოს, სამწუხაროდ სახელმწიფო გადაწყვეტილების შემდეგ ეს პროცესი შეწყდა, მაგრამ ის ენგესიგოს თავობის დროს ისე განახდა, შეიქმნა ორი მიმართულება. მას ერთი ძირითადად მუშაობდა ლარის დიზაინის შექმნაზე, მეორეს უნდა ემუშავა ლარის ეკონომიკური საქმიანობის მოსამზადებლად. თუ პირველ ჯგუფში მუშაობა მართლაც ინტენსიურად მიმდინარეობდა, იმიტომ რომ ჩვენ მოვედით მართლა დაგვხვდა სერიოზული სამუშაო ჩატარებული ლარის დიზაინთან დაკავშირებით, არა, სამწუხაროდ იგივე თქმა არ შეიძლება მეორე მიმართულებაზე ეკონომიკური საფუძვლების მომზადებლაზე. რეალურად ლარის შემოღებაზე მუშაობა დაიწყო ოთარ კაცაციას პრემიერ-მინისტრის დროს. და ამ დროს უნიშნულოვანეს ამ პროცესში უნიშნულოვანეს მოსასრულებდა, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი, რომლის პრეზიდენტი გახდა ნოდარ ჯავახიშვილი, ასევე შემიძლია უნიშნულო გივი ჯიღაური, მერაბ კაკულია, დავით ყომახიძე, ვიცე-პრეზიდენტები, ფინანსთა სამინისტრო იყო ძალიან აქტიური ამ პროცესში, ასევე მინისტრი გახდა დავით იაკობიძე, თუმცა ასევე შეიძლება არ აღნიშნოთ მირიან მურჯიკმენისა და გივი ერქომაიშვილის მინისტრის მოადგილეების როლი. ეკონომიკის სამინისტროში ასევე აქტიურად იყო ჩართული მინისტრი გახდა ვლადიმერ პაპოვა, ასევე აქტიურად მონაწილეობდა მისი მოადგილეები ნადავლ უბერაშვილი, გება ჩარკიანი. მე მინდა აღნიშნო რომ ამ ხალხის როლი, ამიტომ რომ საზოგადოებამ იცოდეს რა, რომ ეს მარტო ეს 4 კაცზე ან 1 კაცზე ან რამდენიმე კაცზე არ გადასულა ეს პროცესი რა. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და
თვითონ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების როლი, განსაკუთრებით სავალუტო ფონდის როლი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ტექნიკურ დახმარებას გვიწევდა ფულის მომზადებისა და ლარის შემოღების პროცესში. შემოღებული იყო ეროვნული ვალუტა. ეს არ ყოფილა ადვილი საქმე, ჯერ ერთი, იმიტომ რომ ამის გამოცდილება საქართველოს უბრალოდ არ გააჩნდა, იმიტომ რომ საქართველოს იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ბუნებრივია მას თავისი მონეტარული სისტემა უბრალოდ ვერ ექნებოდა და გარდა გამოცდილების არ ქონისა ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, როგორ მოხდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. 91 წელს პირველი მისია ჩამოვიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოში და მაშინ საქართველოს ეროვნული ბანკის იმდროინდელი პრეზიდენტი ბატონი გიათოფურიასთან იყო შეხვედრა. მეც გამიმართლა ამ შეხვედრას ვესწრებოდი და თხოვნა რომ დაგვეხმარეთ ფულის შემოღებაში, პრაქტიკულად ურეაქციოდ დასრულდა. ბუნებრივია რატომაც, იმიტომ რომ ჯერ საქართველოს არ იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. შემდეგ უკვე თებერვალში ჩამოდის, მას შემდეგ 92 წლის თებერვალში, რაც საქართველოში უკვე მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და მთავრობა კვლავ ეხოცება დაგვეხმარა ფულის შემოღებაში. და ამ დროს სავალუტო ფონდიდან მოდის ასეთი წინადადება, რომ დარჩით საბჭოთა მონეტის ზონაში, დარჩით რუბლის ზონაში. ეს იყო მოულოდნელი ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ეს იყო ოფიციალური პოზიცია. მერე დაიწყო ის, რომ რუსული სამონეტო სივრცედან სულ უფრო ჭირდა ნავდოფულის ჩამოტანა. მერე მთავრობა იძულებული გახდა შემოეღო კუპონი და მთელი რიგი შეცდომები იქნა დაშვებული, არ აღიარეს თვითონ მთავრობამ არ აღიარა და არც ეროვნულმა ბანკმა არ იყო ფული, თქვენს რომ ეს ფული არ არის, კუპონია, მათ არ აღიარეს და არ აღიარა, რა თქმა უნდა, მოსახლეობამაც და უშუალოდ არ აღიარა ბაზარმა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ფასები იზრდებოდა არა მარტო ყოველდღიურად, არამედ ყოველსაათობრივადაც კი. ეროვნული ბანკის რეზერვები არ აღემატებოდა 100,000 ლარს, სასაცილო ციფრია, როდესაც ასევე მთლიანი შიდა პროდუქტი 1990 წელთან შედარებით და დაახლოებით 5 ჯერ იყო შემცირებული. სახელმწიფო მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ოდენობის გადასახადებს კრიბავდა. ეს აშკარად მიუთითებდა, რომ პრაქტიკულად სახელმწიფო ვერ ასრულებდა თავის როლს, ფუნქციებს. და ბუნებრივია ახლა თუ ამ ხალხს დაუჯერებდა ვილაპარაკებთ რომ ესე ამ პერიოდში უნდა შემოგვეღო ლარი რა მაშინ გამოდიოდა რომ ლარსაც იგივე დაემართებოდა რა დაემართებოდა კუპონს ამიტომაც იყო აუცილებელი არქია რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ლამაზი დოკუმენტები შექმნა მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ფულის რეფორმისთვის ეკონომიკური საფუძვლების შექმნა ჩვენ ეროვნული ბანკი მაშინ აბრისთვის გქონდა მარტო წაიკითხავდით რომ არსებობდა საქართველოს ეროვნული ბანკი. თორემ მაშინდელი ეროვნული ბანკი ზუსტად იმის საწინააღმდეგოს აკეთებდა, რისთვისაც იქმნებოდა მსოფლიოში და იქმნება ცენტრალური ბანკები. ანუ მას უნდა ემართა ფული და მაშინდელი ეროვნული ბანკი თვლიდა რომ ხალხი რა გაღატაკებული იყო, ფული უნდა მოეჭრა დაზგაზე და დაერიგებინათ ამ ხალხისთვის. ახლა სასაცილოა, ხო? დღეს მაინც ხალხი ხევდა კუპონებს და ქარი აფრიალებდა ქუჩაში. იმიტომ რომ აი დედათქვენმა ვთქვათ დაითვალა საღამოს ფული და გადაწყვიტა რომ მეორე დღეს ბაზარში წავიდა და ერთი კვირის საკვებს იყიდიდა. რომ მივიდა ერთი ასართიც ვეღარ იყიდა. ერთ დღამეში ისე გაუფასურდა ეს და სასოწარკვეთილმა დახია და გადაყარა, იმიტომ რომ ვერაფერს ვეღარ ყიდულობს უკვე ეს. და მიუხედავად იმისა რომ ნდობა გარკვეულად აღდგა კუპონის მიმართ ის სრულყოფილი ფული მაინც ვერ გახდებოდა და მე მაინც კუპონის სუროგატი იყო ფულისა და არა ნამდვილი ფული. ანუ და იქ 95 წლის შუა პერიოდში უკვე მიუხედავად იმისა რომ უკვე მეტნაკლებად დასტაბილურებული იყო კუპონი მაინც გადახდის საშუალება ის არ ყოფილა. იმიტომ მიმოქცევაში რეალურად იმ პერიოდში საქართველოში იყო სამი ვალუტა. ქართული კუპონი, რომელთაც მხოლოდ პურის ყიდვა შეიძლებოდა და კომუნალური გადასახადების გადახდა, რუსული რუბლი, რომელიც ძირითადად იყო საანგარისტორებოდა გადახდის სასაშუალება და შეერთებული შტატების დოლარი, რომელიც გამოიყენებოდა ძველად ხერებული საგნების ყიდვა-გაკიდვის დროს და ასევე გახდა დაგროვების საშუალება.
ამიტომ როდესაც დადგა ფულის შემოღების საკითხი, ნამდვილი ეროვნული ვალუტის შემოღების საკითხი, აქ პრინციპული იყო, რომ ეს უნდა შემოღებული იყო ისე, რომ მას ჩაენაცვლებინა არა მარტო კუპონი, არამედ მიმოქცევიდან განედევნა რუსული რუბლი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული იყო. ეს იყო კომპლექსური ამოცანა, რა თქმა უნდა, მთავარი ფუნქცია ამ პრობლემის გადაწყვეტაში ეკუთვნოდა ეროვნულ ბანკს, იმიტომ რომ ფულის რეფორმა უწინარეს ყოვლისა ცენტრალური ბანკის ამოცანა, იმიტომ რომ ფულის ემისიას ისახორციელებს, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა სხვა უწყებებსაც, მაგალითად ფინანსთა სამინისტროს, იმიტომ რომ 93-94 წლებში საქართველოს მთავრობას არ გააჩნდა პარლამენტის მიერ წინასწარ დამტკიცებული ბიუჯეტი. და 93-94 წლებში პოსტფაქტუმ მტკიცდებოდა გაწეული ხარჯები. ამან გამოიწვია ის, რომ ეროვნული ბანკიდან ცესხის აღება იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ძალიან დიდი კუპონის მასა იქნა გამოშვებული. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ძალიან ცუდი ეფექტი, მოხდა კუპონის კრისიერი დევალვაცია, ფულის მასისგან გამოიწვია ჰიპერინფლაცია, ინფლაცია 91-94 წლებში შესასვლელწლიური ინფლაცია 4000%-ზე მეტი იყო. ამიტომ არა მარტო ფულის რეფორმა იყო პრობლემა ეროვნული ბანკის, აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავრობას ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა არაინფლაციური ხასიათის ბიუჯეტი. ფინანსთა სამინისტრომ მოახერხა 95 წელს უკვე ჰქონდა სახელმწიფოს ქვეყანას ჰქონდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი. და ეს იყო არაინფლაციური ბიუჯეტი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სიგურად ფინანსთა სამინისტრომ შეასრულა უდიდესი როლი წინა საქმეებში. და შევძელით კუპონი დავამაგრეთ 1,300,000 კუპონი $1. დავაბით. და როცა ლარი შემოვიღეთ, $1 უდრიდა 1,300 ლარს და სულ ცოტა ხანში ნოდარმა ჩამოიყვანა 1,200,000. დაიწყო გამაგრება ლარმა. ესე იგი ეს იყო სიგნალი, რომ ჩვენ შეგვეძლო მიმოქცევაში მეტი ლარი გაგვეშვა. საბჭოთა კავშირი არც ისე დიდი ხნის წინ დაიღო დანგრეული და მოსახლეობას ახსოვდა საბჭოთა კავშირის დროს პურის საშუალო ფასი 30 კაპიკი და მეტროდ გზავრობა 5 კაპიკი. ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო ესეთი კურსით გადაგვეყანა, თუ ეს გამოგივიდოდა, რომ მოსახლეობისთვის მისაღები ყოფილიყო, პურის ფასი ყოფილიყო 30 თეთრი, ხოლო მეტროთი გზავრობა 5 თეთრი. პრაქტიკულად ეს ნიშნავდა, რომ $1 გაცვლითი კურსი ლართან უნდა ყოფილიყო $1, 1 ლარი და 30 თეთრი. აი ამან პრაქტიკულად გამოიწვია ის, რომ პურის ფასი, საშუალო ფასიც, 1 კილოგრამი პურის საშუალო ფასიც და მეტროთი მგზავრობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობა დაჯდა იმ მაჩვენებლებზე, რომელიც ჩვენ გვინდოდა, რომ უფრო ადვილად გასაგები და აღსაქმელი ყოფილიყო. საზოგადოებამ მიიღო ლარი ძალიან კარგად და არ ყოფილა არანაირი პრობლემა მასთან მიმართებაში. მე შემიძლია გითხრათ, რომ $40 მილიონი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველი დახმარება საქართველოსთან. და მხოლოდ აი ამ ფულის რეფორმის შედეგად აი 95 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მოქალაქე მოსახლეობამ ლარზე გადაცვალა 18 ტრილიონი კუპონი, 26 მილიონი $, 73 მილიარდი რუსული რუბლი. ანუ ეს თანხა, რაც აი ამ ლარის შემოღებით შემოვიდა, ეს გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველი დახმარების მოცულობა. აი ეს უკვე ნდობაზე დამოკიდებული, ნდობაზე ჩამოყალიბებული, იმდენად სტაბილური იყო ლარი, იმდენად ძლიერი ეკონომიკური საფუძვლების შექმნით ლარის შემოღების წინა პერიოდში, მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა ამაზე მუშაობა, რომ ლარი უკვე მართლაც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა იყო რეგიონში, მათ შორის რუსულ რუბლზე გაცილებით სტაბილური. და ეს უწყობდა ხელს აი იგივე ცხინვალის რეგიონში, იგივე აფხაზეთში, განსაკუთრებით გალის რეგიონში
ლარი ასევე მიხედავთ ის საქართველოს ხელისუფლების მიერ აკონტროლდებოდა ეს რეგიონები რა. აი ცხინვალშიც ლარი იყო ერთ-ერთი სულთან შედარებით მიმოქცევაში, ასევე გალის რაიონშიც ასევე ლარი გახდა მიმოქცევაში. მე რო გავხდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ლარი შეკვეთილი იყო უკვე. შარლ ობერტიუსში, საფრანგეთის ცნობილი კომპანია, ფული რომ ნახე გავგიჟდი. ეს იყო კუპონზე უარესი. დაცვის ნიშნებით პირველ რიგში და მიუხედავად იმისა, რომ დიზაინში ჩვენ სერიოზული თითქოს არაფერი არ შეგვიცვლია, ეს არ იყო ფული. აშკარად ეთყობოდა, რომ მასში და სხვათაშორის მე რო გადახედავთ კომისიას, ძალიან ავტორიტეტული კომისია იყო, მაგრამ ამ კომისიაში შედიოდნენ მხოლოდ მხატვრები, არქიტექტორები, ისტორიკოსები, არც ერთი ფინანსისტი და ეკონომისტი. ამიტომ ფული თვითონ არ იყო ცუდი, მაგრამ ფული არ იყო, ნახატი იყო. და დავიწყეთ მე მუშაობა ამ დიზაინის გადაკეთებაზე. და ამას ერთი გადაცემა უნდა კიდე რომ აგიხსნათ, რომელ კუპიურაზე რა შევცვალეთ. და თითქმის ყველაფერი შეიცვალა. და ერთი შეხედვით არც არაფერი. ჩვენ ფულზე არაფერი არ არის დახატული. რაც არის ქართულ ლარზე, სულ ყველაფერი არსებობს. ეს ან ბარელიეფია, ან ნახატია, ან სურათია. ლარმა გაუძლო ყველა შემოტევას, იქნებოდა როგორც გარეშე შოკები, ასევე ქვეყნის შიგნით თუნება პოლიტიკური ელიტის, რომ ცენტრალურ ბანკზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე დაემყარებია კონტროლი. ის მერე ლარი მიდის და მაგრდება ეროვნული ბანკის პოზიცია, ეროვნული ბანკი თანდათან ყალიბდება როგორც ძლიერი ინსტიტუტი და დღეს ჩვენ თუ ყავს ვინმე, რომელიც ცივილიზებულ სამყაროსთან ჩვენ კავშირს ახორციელებს, ესაა ჩვენი ეროვნული ბანკი. პირველ რიგში. ეროვნული ბანკი და ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც არ შეიძლება არ გააჩნდეს ქვეყანას. როგორც აი ეროვნული ბანკი უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ეს წინამდე შემთხვევაში შეუძლებელი არის დამოუკიდებელი ფულაცა-კრედიტო პოლიტიკის გატარება თუ ქვეყანას არ აქვს ეროვნული ბანკი. ასევე შეუძლებელია თავისი ეროვნული ვალუტის გარეშე ქვეყანა რეალურად ფუნქციონირებს. როცა ეკონომიკამ იცის და მოსახლეობამაც იცის, რომ რაც დღეს შეუძლია იყიდოს ლარით, ხვალეც იგივეს იყიდეს, იმას წყნარად ძინავს, წყნარად გეგმავს ეკონომიკურ პროცესებს, წყნარად გეგმავს ოჯახის ბიუჯეტს. და ის ადამიანია, პანიკაში ჩავარდნილი და გაუბედურებული კი არა, ნორმალური ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს აზრით. უმაგისოდ ქვეყანა არ არსებობს, რასაც უყურებ, ლარი სტაბილურია, მე ეს მაკმაყოფილებს. ეხლა ყოველ დღე რადიოში სამსახურში რომ მივდივარ, მაინც ურში ხვდება. ძალიან მსიამოვნებს, რომ 2.69. ინგლისში ამბობდნენ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, უხსოვარი დროიდან. ეროვნული ბანკი არის ის კაცი, რომელიც ბევრი ქოლგები აქვს, მაგრამ არასოდეს არ მოგცემს წვიმაშიო. როგორ დავარქვათ მაგას? ქვაწვია. არავის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს, მან უნდა მართოს ფული. და მე მინდა რომ ლარი სულ გქონდეს ქართულ ხალხს, როგორც მისი ეკონომიკის, მისი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი.